სტუდიაში შემოგვიერთდნენ სტუმრები და დავჭით ორი წამყვანი, იმიტომ რომ ბაბიმაც სტუმართა რიგებში გადაინაცვლა და სტუმრად ყავს ღამის შოუს ბენდი, ეს არის ბენდი, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომლის სიმღერის გაგონებისთანავე ყველას გვინდება ცეკვა, ვდგებით დადებით განწყობაზე და ყოველთვის ველოდებით მათ გამოჩენას და გამოჩენა აი ამჯერად იქნება ფილარმონიაში თვის ბოლოს და ნამდვილად დაუიწყარი საღამო ელოდება ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს გრანდიოზული სოლო კონცერტისთვის ემზადება ღამის შოუს ბენდი და დეტალებზე ვისაუბრებ უკვე ბენდის წევრებთან ერთად როგორც თქვი ბაბი კირკიტაძე, გელა გნოლიძე და თათია გიორგობიანი არიან ჩვენთან სტუმრად. დილამ შვიდობის აბა დავიწყოთ იმით, როდის უნდა ველოდოთ ამ კონცერტს და რას უნდა ველოდოთ კონცერტს. ბაბი, შენგან დავიწყებ, რომ მე გადასაშენებლად შინაურულად ხარ ნაკლებად. 30 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საღამოს 8 საათზე დაიწყება უკვე ღამის შოუს ბენდის პირველი სოლო კონცერტი ფილარმონიაში, ასეთ აკადემიურ სივრცეში. არასდროს გქონია და რა თქმა უნდა მზადება არის ძალიან განსხვავებული, გაათმაგებული ძალებით, იმიტომ რომ იქ ბევრი დეტალია, რასაც ყურადღება უნდა დაუთმო, რაც სხვა სცენების შემთხვევაში არ არის ხოლმე. იქნება მრავალფეროვანი რეპერტუარი, შეირჩა 20 საუკეთესო სიმღერა, ასე ვთქვათ, მსმენელებიდან გამომდინარე, 20 საუკეთესო, რაც ასე ვთქვათ 2 საათი ცოტა მეტი გასტანს. და იქნება საინტერესო რეჟისორა ვფიქრობთ, ბევრი ადამიანი მუშაობს ამ ღონისძიებაზე და მოკლედ პირდებით დაუვიწყარ საღამოს და ჩვენი მოლოდინიც რა თქმა უნდა დიდია. სანამ დეტალებს შევუღმავდებით, ჩვენი მოლოდინიც ნამდვილად დიდია, თქვენი გულშემატკივრების გელა, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი ეს უკვე საკმაოდ თამამი განაცხადი არის და შესაბამისად ალბათ ღელვაც ახლოს განსაკუთრებული. როგორ ემზადებოდით ამისთვის, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და როდის ჩათვალეთ, რომ მზად ხართ იმისთვის, რომ აი გრანდიოზული სოლო კონცერტის წარსდგეთ მსმენელის წინაშე. მადლობა. კიდევ ერთხელ დილამ შვიდობისა ყველას. ჩვენ ახლა სიმართლე რო ვთქვათ, ამისთვის უკვე დიდი ხანია ვემზადებით, იმიტომ რომ სადღაც ვაპირებდით ცოტა ადრეთ ჩატარებას, მაგრამ გადავიფიქრეთ, გადავწიეთ რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ კარგიც არის ეს, იმიტომ რომ ეს დრო ის გვეყო იმისთვის, რომ ზუსტად ის რეპერტუარი ამოგვერჩია და შეგვედგინა, რომელიც უნდა შევასრულოთ ამ სცენაზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს ჩატარებული, თუმცა ეს კონცერტი იქნება განსხვავებული იმით, რომ ისეთ სიმღერებს და იმ სიმღერებს ვიმღერებთ, რაც ჩვენ ჯერ სცენაზე არ გვიმღერია და ისე უბრალოდ ჩვენს ლამაზ რეპერტუარში არის და ბევრი ნახვა აქვს, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ საკლუბო კონცერტებს ვატარებთ ხოლმე და ნუ ყველა ადგილი თავის სპეციფიურ რეპერტუარს მოითხოვს და ყოველთვის ვამბობდით ხოლმე გულწყვეტით, რომ როგორი კაი სიმღერები გვაქვს და რა გვიმღეროთ, სამე ვიმღეროთ რა. აი ეს კარგი სიმღერები, რომელიც ნამდვილად გაქვთ, მაგრამ აი რაზეც ახლა საუბრობ, რომელსაც შეასრულებთ დიდ საკონცერტო დარბაზში, ესეც არის რაღაცა ძველი სიმღერების ახლებური ვერსია, სულ ახალი სიმღერები თუ აი რა გახდება. ძველი სიმღერების ახლებური ვერსიებია, ასევე ჩემი საავტორო სიმღერებია, რამოდენიმე და ძალიან ვემზადებით, ძალიან ღელავთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ცოტა დიდი პაუზა გამოგვივიდა ჩვენ კონცერტი არ ჩაგვიტარებია ასეთი, რამოდენიმე თვე ალბათ. და აი ძალიან მოგვენატრა ჩვენი მსმენელი და თან პლუს ესეთი დიდებული სცენა როგორც ფილარმონია, ასმაგი პასუხისგებლობაა და ვემზადებით ყველა ერთ მუშტად შეკრულები და რა ვიცი, ვაძლიერებთ ერთმანეთს, რეპეტიციობთ. რეჟისურაში გვეხმარება აკურ ბაკურაძე, რაც არის ჩემი აზრით ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ კონცერტი მართლაც ძალიან მაგარი გამოვა. იცი რა მაინტერესებს ფილარმონია, თქვენი შოუ ბუნებრივია ყოველთვის საინტერესო, მაგრამ ფილარმონია და ბაბი, როცა არის რაღაცნაირად კავშირში, ხო არ არის რამე აკრობატული შოუს ელემენტებით ჩაფიქრებული, რომ გაფორმდეს ეს კონცერტი. ერთი წუთით ველოდი ამ კითხვას, თუმცა მოდი სიურპრიზად ამჯერად არ იქნება. იცი რა, მოდი ესე გადაჭრით, ნუ ვიტყვი კაცია და გუნება რაღაცა დავდგები ფილარმონის დიდ საკონცერტო დარბაზში. კაც მარიცის იცი რა, მოდი ესეც დავტოვოთ. მოდი ხა იმ ადამიანებს, ვინც ამ თემასთან დაკავშირებით ქილიკობდნენ, ეგ შოუ შედგა და დასამახსოვრებელი ამბავი იყო რა და იმენობაც ნამდვილად საუბრობ ამ შოუზე. ხო და ველოდები და უხდება სხვათა შორის. ამჯერად პარტერში თუ გადახდება თორე.
არაფერია გამორიცხული. არაფერია გამორიცხული. მანი შოუს ელემენტები ისედაც არ აკლდება ამ კონცერტს, იმიტომ რომ განსაკუთრებულად მემზადებით კოსტიუმებითაც, დეკორაციებითაც, ბიჭებიც ჩვენთან ერთად, სცენა იქნება ულამაზესი და რაც მთავარია, თითოეულ სივრცეს ყავს თავისი აუდიტორია და ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ჩვენთან კლუბში მოსვლას, აი უკვე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გვეწევიან და სრულიად სხვანაირი, მართლაც განსაკუთრებული და ძალიან დასამახსოვრებელი კონცერტი გამოგვივა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ აი ეს გავამართლოთ, რომ ღამის შოუს ბენდმა ნამდვილად დაიმსახურა ამ სივრცეში. იცი რა უნდა გითხოთ, აი ძალიან მაინტერესებს თქვენ ახლა ვინმეს თუ კონცერტი არ აკლია საქართველოში, პირველ რიგში თქვენ ხართ, იმიტომ რომ ყველგან თქვენ ხართ, იმიტომ რომ ხალხს ძალიან უყვარხართ, ხო? აი აქ თუ არა მნიშვნელობა აუდიტორიას. ან მე სადაც არ გავიხედე, ყველგან კონცერტი გაქვთ ჩატარებული და მართლა ეს სავსეა ყოველთვის ის კარმიდამო სადაც თქვენ ხართ. ბაბი არ მომატყუებინებს, რომ მეც კი ვერ მოვახერხე თქვენს ერთად კონცერტზე დასწრება მიუხედავად იმისა, რომ ნაცნობობა იყო. ნამდვილად არ გამომიდგა, იმაზე მეტყველებს, რომ ნამდვილად არის ხოლმე წყვეტა, ასე ვთქვათ, თქვენს კონცერტებზე. ხო, და ახლა ეს ფილარმონიის შემთხვევაში როგორ მაყურებელს ელოდებით? აი მე მესმის თქვენი დამოკიდებულება და ღელვა და აქ თუ არა ამას მნიშვნელობა თქვენთვის? გეტყვით, ნახეთ, როცა ჩვენ უმეტესწილად საკლუბო კონცერტს ვაკეთებთ ხოლმე, ეს იქნება თბილისში, სხვა უმეტესწილად მონოჰოლში და ზაფხულშიც, ზღვისპირეთში ძირითადად ესეთი ტიპის კონცერტებია, ყველგან არის ის ასაკობრივი შეზღუდვა. იმიტომ რომ იქ ალკოჰოლია, ის არის და ვერ მოდის ის სეგმენტი რაღაც გარკვეული და ზოგს ოჯახით ბავშვთან ერთად უნდა მოსვლა და ვერ ახერხებს და სულ არის ხოლმე ამაზე გულისწყობა. თუმცა ისე ღია კონცერტებიც ბევრია ხოლმე, სადაც შეუძლია უფასოდ დაესწროს. ძირითადად ეს ხდება ხოლმე რაღაც საქალაქო დღესასწაულებზე, რაც ისედაც იმართება და მაგრამ მაინც ყოველთვის არის ესეთი რაღაცნაირი მესიჯები ინბოქსში, შეტყობინებები, რომ აი სულ უნდათ რომ ასაკობრივი შეზღუდვა და ვერ შემოგვიყვანთ თუ რაღაცა და ამ შემთხვევაში ეგ ბარიერი მოხსნილია და ყველას შეუძლია მოვიდეს ბავშვთან ერთად, ოჯახთან ერთად დააჯდნენ და ისე ამოვნონ და მოგვისმინონ და ის ყველა ჰიტი რაც მათ უყვართ მოისმინონ. ამისთვის ჩვენ რა თქმა უნდა გადავუხადოთ Sparks, რომელიც ატარებს ამ კონცერტს და მოგვეცა საშუალება და ჩვენ ძალიან გადავუხადოთ მადლობა. კი ბატონო, იცით რა მინდა გითხო? ეს არის სოლო კონცერტი თუ ვიხილავთ რაღაც კოლაბორაციებს, ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტული მომღერლების ჩართულობით, ბენდების, ჯგუფების. აბიმით ისე ზუსტად იცი. რა თქმა უნდა, იქნება ასეთიც ბევრი ისეთი სიმღერა, რომელიც ავტორის, ასე ვთქვათ, ნებართვით აღებული გვაქვს გაკეთებული, ცხადია მათთან ერთად ჩვენ ასე ვთქვათ, ერთგვარი რევერანსი იქნება მათდამი და ჩვენ მათთან ერთად დუეტებს შევასრულებთ, თუმცა ამის წინასწარ დაანონსება და სახელების გაჟღერება არ გსურს, რამე თუ გვინდა რომ ეს სიურპრიზად შემოვინახოთ და უკვე ჩვენ მსმენელი, რომელიც მოვა 30 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უკვე საკუთარი თვალით იხილოს ეს ყველაფერი, შესრულდება რამდენიმე ძალიან ცნობილი და ყველასათვის საყვარელი დუეტი. კი ბატონო, ახლა და ექსკლუზივი იქნება, იცით კიდევ რა? აბა გელა მოიხსნის სათვალეს. და მაყურებელი ეს რაღაცა ამბავს მაგონებს. შოუს ელემენტია. წლების წინ ერთმა მომღერალმა რომ თქვა ამ კონცერტზე მე ნიღაბს მოვიხსნიო და რაღაცა ამას მოიხსნი მე მართლა. არ მაქვს ეგ ინფორმაცია. მე ძალიან აინტერესებს. მართლა ბავშვები მეკითხებია ხოლმე ძირითადად რომ გელა უსათვალოდ როგორია, გინახავს სულ ასე დადის და აბიმ გამჟღავნე უკვე ფოტო დადო. რომელიც ძალიან ვინ არის ბენდში? აი მთავარი ამრევი მე მაინტერესებს. ჩვენ ახლა პირიქით ვწო ამ კითხვას, ამრევი ვინ იქნება ზუსტად ვიცი და ამიტომ აღარ ვიკითხავ ამრევი ვინ არის რა პირობებში გვიწევს მუშაობა? ვინ არის აი გადაწყვეტილების მიმღები, რომლის სიტყვაც საბოლოოა და ესე მოყვებიან. უპირობოდ გელა, მაგას არ ჭირდება ბევრი კითხვა და პასუხი. გელას აქვს ესეთი მიდგომა. ხო არის რომ აი გუნდი ხარ და რაღაცებზე უნდა იმსჯელოთ, რაღაცებს შეჯერდეთ. მოვა აუცილებლად შეგეკითხება, იცი რა არის, აი ვფიქრობ მას ვიმღეროთ, მაგრამ მოდი ეს ვერსია ჯობს თუ ეს ვერსია. თუ შენ ვფიქრობ, რომ აი რაღაც შესაძლოს უზიარებ, მაგრამ ეს აზრი თუ მისი საწინააღმდეგოა, აუცილებლად გეტყვეს, რომ არა. მადლობ, მაგრამ
ჩემი ვერსია არის კითხვა უნდა დასვას ეს არის მისი ამბავი შესაბამისად რეპერტუარის შერჩევაზე არ ჭუბობთ ხოლმე არ ჭუბობთ ხოლმე ხა ფლად სერიოზულადაც არ უთქვამს მაგრამ ძირითადად მართლა ვცდილობ ყველას აზრის გაგებას და შემდეგ გამომხოლმე ისე რა იცი გელას იმდენად კარგი გებულებსაც დადასტურდა რომ ამ ამბავში ჩვენ ნაკლებად ვერევით ასე ვთქვათ იმიტომ რომ მან იცის ყველა სიმღერა მის ხელშია გამოვლილი საათობით მუშაობს ხოლმე თავარი წილი პასუხისმგებლობა სიმღერების შექმნაში მოდის გელაზე მისი ვერსიის დამუშავებაზე ტექსტის დამუშავებაზე ასე ვთქვათ მთელი პასუხისმგებლობა მას აქვს შესაბამისად ვინ თუ არა მან იცის ყველაზე მეტად რომელი სიმღერა უნდა გაშრდეს და რა ფორმით როდესაც თქვა რომ ვაკეთებო ვალებსო და აფრებს, აი ამ ორ სიმღერაზე მქონდა ძალიან ისეთი მეთქი რა საკეთებ, ანუ ცოტა ვერ დავაკავშირე ჩვენს სტილთან, მაგრამ ნუ გელას ნიჭის საბოლოოდ დაკავშირდა გადასარევ. აბსოლუტურად ისეთი ვერსია გამოვიდა, რომლებიც ყველაზე პოპულარული, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერები. რადგან შენ ხარ წამყვანი ძალა ამ ბენდში, აუცილებლად უნდა გითხო ერთი პრობლემის შესახებ, რომელიც ჩემთვის იკვეთე. გოგოების დისციპლინაზე მინდა რომ გკითხო, იმიტომ რომ საერთოდ ბაბის უჭირს საათის ცნობა. თათას მგონია რომ არც აქვს ნანახი საერთოდ საათი როგორია და შენ ამ ყველაფერზე როგორ რეაგირებ? რეპეტიციებზე სასწაულია და კონცერტებზე? თუ შენ ხარ თავარი ისეთი სახე გაქვს. ანუ ძალიან ტუნელ თემას შეეხეთ, რომ აი ამდენი წელია ვცდილობ ხან ჭუბით, ხან მოფერებით, ხან რა ვიცი, ნამუსიაგდებით. ხო, რაღაცა მე ვთქვი რომ შეგონებით. აი ყველანაირი საშუალებით, იმიტომ რომ ბოლოს რაღა ვუთხრა აღარ ვიცი, იმიტომ რომ ნუ ვერანაირად ვერ ჩაჯდნენ იმაში რომ ყოველთვის მოვიდნენ თავის და ჩვენ დაბედეთ ინტერნეტში მუდმივად პოულობთ ხოლმე სტატიას რომელიც ამტკიცებს რომ ადამიანი რომელიც აგვიანებს არის საოცრად ნიჭიერი და რა თქმა უნდა ამ ლინკს მე ვაგდებთ ხოლმე ჯგუფში რომ აი თურმე რაში ყოფილა საქმე მოდი ესე ვქნათ ეხლა მაყურებელს პირობა მივჩვეთ რომ 30 მარტს ზუსტად 8 საათზე 20 საათზე დაიწყება კონცერტი, არავინ არ დააგვიანებს. ხა ხუმრობა გადავდოთ გვერდზე. თქვენ ისეთი მაყურებელი ყავთ, ისეთი პოპულარულები ხართ და ისე კარგად ასრულებთ თქვენ საქმეს, რომ რთულად წარმოსადგენია, რომ აი ამ შექმნილი სიმღერების უკან საკმაოდ ისეთი რთული შრომა მიმდინარეობს. ეს პროცესი დარწმუნებული ვარ, რომ ან არის მარტივი და აი ამ ბევრი დადებითი ემოციის უკან მოკლედ ბევრი შრომაა დაგარგული. და აი პროცესი რო აგვიხსნათ, აი რამდენი ხანი გრძელდება, აი ერთი ჰიტის გაკეთება რამდენი დრო უნდა. ესე ვერ იტყვი, მაგრამ ნუ დაახლოებით შეიძლება ერთი ჰიტი გაკეთდეს 5 წუთში და თავიდან ბოლომდე მოვიდეს და ვიცოდე უკვე რა მინდა და აბა ბიჭებო უცბად ძალიან მეხმარებიან ჩემი ბენდის წევრები, იმიტომ რომ ყველა უაღრესად ნიჭიერი ადამიანია და ძალიან მალე იღებენ ალბათ რო ვიტყვი რომ ეს მინდა დაახლოებით 5 წუთში 10 წუთში შეგვიძლია დავუკრათ ისე რომ შემდეგ ის იყოს მთავარი მასალა რომ განავითარო. ამ ხრივ ძალიან დიდი ფუფუნება მაქვს ბიჭების სახით, იმიტომ რომ მართლა ძალიან პროფესიონალები არიან და უაღრესად უყვართ თავიანთი საქმე და უაღრესად უყვართ ჩვენი ბენდი და რომ მოდიან მოსვლა უხარიათ ეს ყველაზე კარგი ამბავი და მნიშვნელოვანი ან მოვალეობის მიზნით არ მოდის ხალხი აქ ვიყვარს ერთმანეთის რაც თავარი მამოძრავებელი ძალა შეიძლება გაიწელოს ყოფილა ისე სიტუაცია რომ გამიკეთებია თავიდან ბოლომდე დამესრულებია და შემდეგ საერთოდ აღარ მიმღერია და აი ხა რომელსაც იმღერებთ მე ხა ჩვენ მოვისმენთ და მოდი მივხვდებით რამდენ ხანში შესრულებას რომ 3 წუთი ჭირდება დაახლოებით ეს ზუსტად ვიცით ამიტომ სცენაზე გქონდა განაც საავტორო სიმღერა ესეთი და ნამდვილად სანამ გადავინაცვლებთ მე მინდა კიდევ ერთხელ ამ ყველაფერთან ჩვენ ბიჭებთან ერთად მადლობა გადავუხადოთ ზვიოს აუცილებლად ჩვენ თავარ პროდიუსერს გიორგი გაბუნიას და ჯიმი აბესაძეს რომლებიც მუდამ ჩვენ გვერდით არიან და ყოველთვის ცდილობენ და შეიტანონ წვლილი ჩვენს წარმატებაში და ჩვენ გვერდით არიან. მოდით ვიმღეროთ. აბა სილურჯეში ჩაიძირება დასიჩუმეში გალაქს ჩაეძინება შესახლამდე ისე ნაცნობ გზას გამოყვები
ყვირო მოვედი მენატრები და ხვალამდე ვეღარ დაფიცდი შენ ვერ დამიშლი ისევ მივარდე თელწორებას ერთ ბედნი ერთ წამში გარგიცვი და ამას არასდროს მინანე Ponoda აღარ დაკარგო და სიყვარულზე ბევრი გელაპარაკო მაგთვალებში განშორები სევდა ჩაბაქრო გულში ჩაგიგდა გაგათბო არ გეგონოს ყველაფერი იქცა დასულად რაღაც დასრულდა სადღაც გაყვადროს შენს გარეშე ჩემთვის ერთი დღე ძალიან სულა მე არსად სამსულა არასდროს ღამის შოუს ბენდის ავტორო სიმღერა